დღეს გაჩერეთ მარტივ ვარჯიშებს, რომელიც გამოიყენება ყუშიშვილების მოსახსნელად. ხშირ შემთხვევაში შეიძლება გიშველოთ ამ ვარჯიშებმა. ზოგადად შვილების მიზანი შეიძლება იყოს შიდა ყურის პრობლემა, ძალიან ხშირად არის ხომ აი კისრის ირგვლივი კუნთის დაჭიმულობა, ირგვლივი კუნთების სპაზმები, რომელიც ხშირად მასაჟებით ხსნით ხომ. რა უნდა გააკეთოთ სახლის პირობებში? პირველი ვიღებთ ჩინურ წერტილს, უნივერსალურ წერტილს, რომელიც თქვა შიდა ყურიდან აპრობენ თუ კისრიდან გეხმარებათ. წერტილს პოულოთ როგორ უყურეთ? აი აქ გამოყოლებაზე ორმოსავითი გზობს უნდა ჩავარდეს. და ყბასაც თუ ავამოძრავეთ, უფრო ვარდება თითქოს ყბას რო ვაღებ. ესე იგი ჩვენ სწორედ მოვხვდით. იგივე მეორე მხარეს. ტესტავ ვარდება თითი, ესე იგი მოვხვდი. ვაკეთებ როგორ? თითქოს აი ბურღავ, აი ესეთ მოძრაობას ვაკეთებ. ჩავედინე და ნელ-ნელა ჩავდივარ. 1 2 3 4 5 6 გავაჩერე, ამოვედი. 1 2 3 4 5 6 გავაჩერე, ამოვედი. ანუ 1 2 3 4 5 6 ჩავდივარ, ამოვედი. შემდეგი ვარჯიში. ჯერ გავიხურებ კისერს, აი ესე. განსაკუთრებით ეს კეფის ხაზზე, კეფის და კისრის გადასვლის უბანში აქ იჭედება და ისპაზმება კუნთები. მე ვიღებ ესეთ ბურთს, ყველგან იყივით ამას, განსაკუთრებით ბავშვების სათამაშოები სადაც იყიდება და აკეთებთ აი ესეთი წრიულ დაზევას კუნთების. გვერდზე აქ კედლავით რუისები კუნთი ქვია, აქ იცის განსაკუთრებით ზეწოლა ყვება ვარტერიებზე, ვენაზე და სპაზმს და შვილებს იწვევს. განსაკუთრებით აქ ვამუშავებთ. ზეწოლას ვახდენთ იმდენს, როგორც ქსი ამოვნებს. გადავდივართ აქეთ. ანუ ზევით, ქვევით, წრიულად. შეგვიძლია აი ესეც დავიჭიროთ და აი ესეთი მოძრაობაც გავაკეთოთ, აი ეს პირდაპირ და მარტო გორაობა არა. აი ესე. თორე ეს ბურთი მეხმარება ღრმად შევიდე, თან ვიცავ კუნთსო რაღაცა დაზიანება არ მივიღო, იმიტომ რომ როცა არ ვიცი და პირდაპირ მოქმედებ, შეიძლება რაღაც შევიდე და დავაზიანო და ეს თან დაზღვევას მიკეთებს ბურთი. თან მივყვებით ყოველ სწორი დოზირება არის თქვენ სიამოვნებას უსმინეთ. აი ეს ვამუშავებ. ზევით, ქვევით. ყოველ დღე დაამუშავეთ ხომ. და იგრძნობთ როგორ გესიამოვნებათ დაღლილობა, დაჭიმულობა უგეშებათ და სისხლის მოქცევა მაშინ გაუმჯობესდება, იგრძნოთ რომ რაღაცა თვალებში გამოიხედეთ და სინათლე დაინახეთ. მადლობა ყურადღებისთვის.